იბერი ახალი ჯგუფი ქართულ მუსიკალურ სივრცეში. ჯგუფი, რომელიც რამდენიმე თვის წინ შეიქმნა, პირველ სიმღერებს წერს. იბერი 12 წევრისგან შედგება და მის რეპერტუარში ძირითადად ფოლკლორული სიმღერებია შესული. ცნობილი ხალხური კომპოზიციები და ჯგუფი იბერის პირველი ნაბიჯები. ნახეთ თიკა წერეთლის სიუჟეტი. ამ სტუდიაში ახალი ფოლკლორული ჯგუფი იბერი სიმღერას წერს. ეს მათი პირველი ერთობლივი ნამუშევარია. იბერი ახლა 3 სიმღერაზე მუშაობს. 3 სიმღერას წერთ, რომელთაგანაც 2 არის ძველი ქართული არის წარმართული დროის სვანური სიმღერა კვირია და ერთი მეგრული კუჩხი ბედინერი. ძალიან დიდ პატივს რა თქმა უნდა კომპოზიტორების ნამუშევრებს და საესტრადო სიმღერას, მაგრამ მაინც ფოლკლორი უფრო ჩვენთან უფრო ახლოს არის გულთან და აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ რომ ფოლკლორი დაგვეწყო. პირველად გვიწევს ახლა ჩაწერა სტუდიური ჩანაწერის გაკეთება, ცოტა ნერვიულობთ კიდეც, მაგრამ დარწმუნებული ვარ ყველაფერი კარგად გამოვა და წარმატებით დასრულდება. ჯგუფის დაარსების იდეა დიდი ხნის წინ გაუჩნდა, თუმცა იბერი რამდენიმე თვე არად შეიკრიბა. რეპერტუარში ძირითადად ფოლკლორული სიმღერებია შესული, მაგრამ როგორც გითხრას, მომავალში კომპოზიტორების ნაწარმოებების შესრულებასაც გეკმავენ. სრულიად ვისის ხოცებ იმ აზრს, რომ არის ურთულესი საქმე და ურთულეს საქმეს შევეჭიდეთ ჩვენ ყველანი ერთად. რა ვიცი, დანარჩენს რო გვაჩვენებს და მაყურებლის და მსმენელის რეაქციის მიხედვით დავასკვნით შევძველით თუ არა. ჯგუფი, რომელშიც სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა მოიყარეს თავი, პირველ სიმღერებს გელა იმნაძის სტუდიაში წერს. დღეს მოვიდა ჯგუფი იბერი, როდესაც უყურებს ახებს, ყველა სადღაც როდესაც მღეროდა. ამიტომ დამწყები ნაკლებად შეიძლება ითქვას ამაზე. უფრო შემღერების პროცესი აქვს, ვიდრე დამწყებების. როგორც ყველა სხვა ჩვენამდე არსებული ქართული ფოლკლორული ჯგუფი და ანსამბლი აკეთებდა დიდ საქმეს ქვეყნისათვის, ჩვენც გვინდა რომ ჩავერთოთ ამ ორ მტრიალში და ჩვენი ხმა მივასწინოთ სოფლიოს და არც საქართველოს დავივიწყოთ და აქაც ავმართოთ არაერთი კონცერტი. მომღერლები უკვე საგასტროლოდ ემზადებიან რამდენიმე თვეში ტალინში მიემგზავრებიან, სადაც მონაწილეობას მუსიკალურ კვირეულში მიიღებენ.